იცი როგორ საქართველოს მინდა ვნახო, სადაც იქიდან ჩამოვლენ აქ რო განათლება მიიღონ უცხოეთიდან, სადაც ქართველები იამაყებენ, რომ აი ესეთი მაგარი ინსტიტუტები გვაქვს და უცხოეთში წასვლა აღარ მოგვიწევს და ეს მართლა მინდა მივცე ქართველ ხალხს, იმიტომ რომ მართლა ამის პოტენციალი არის. და საბოლოო შეკითხვა ჩვენი გადაცემის. სად ხედავთ საქართველოს 10 წელიწადში? უფ. საქართველოს როგორც საქართველოს ხედავ, გეტყვით, ხედავ საქართველოს 10 წელიწადში, სადაც ეს თქვენ ყველა ჩამოხვალთ უკან, განათლება მიღებული ბავშვები, თქვენი იქნება ეს ქვეყანა, ეს ჩამყალყებული პოლიტიკოსები აღარ იარსებებენ, იმიტომ რომ თქვენ აღარ იარსებებენ ეს ნიშნავს, ბუნებრივად გაქრებიან. აი ნახეთ, პოლიტიკოსები რატო ქრებიან, იმიტომ რომ ბუნებრივად ხალხს აღარ მოსწონს ასეთი პოლიტიკა. რაღაცა სხვა დაყვეთა. ამიტომ თქვენ იქნებით სრულ უმრავლესობაში. შესაბამისად, ამ ქვეყანიდან ლეიკემიანი ბავშვები რომ გადარჩნენ, აღარ დაჭირდება თურქეთში წასვლა და გაკეთდება კლინიკა, რომელსაც ექნება კონტროლი, მარტივი კონტროლი, რომ აი აქ შემოდიოდეს სხვა მედიკამენტები და არა ის მედიკამენტები, რომელიც ჩამოდის და ბავშვს ასტიკ მდგომარეობაში აგდებს, ამიტომ შობელი იძულებულია რომ ყველაფერი გაყიდოს და წავიდეს სხვადასხვა ქვეყანაში. თურქეთში არის ოფიციალურ ბაზრობა. თურქეთში როგორ ვევაჭრებით, იცით საავადმყოფოებს, რომ ბავშვები მიიღონ, აი რომ გეგონება რომ მომისმინო, გეგონება რომ რაღაცას ვყიდულობ. ისეთი სამართო დაგვიკელი 10-15 აი ჩვეულებრივ ვაჭრობთ ვიღაცის იზრ. მე ყველაზე მეტად რაც მინდა, რომ აი 10 წელიწადში ამ ქვეყანაში იყოს კლინიკები, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს ზუსტად იგივე ქიმიოთერაპიას, რასაც ევროპაში იღებენ, ოღონდ ამაში ფული არ დაჭირდება და სადაც სოციალურად დაუცველ ბავშვს ექნება უფასო მკურნალობა.